მართველი გუნდი ფსევდოღირებულებებზე აკეთებს აქცენტს, რომელიც მათივე თქმით ქართველი ერის გლოვის პარალელურად კარგად გამოჩნდა. ქართულ ოცნებაში მიაჩნიათ, რომ იმ უცხოელი პოლიტიკოსების დუმილი, რომლებიც მუდმივად საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებენ, კარგად აჩვენებს, რომ მათი ყველა სიტყვა ფარსია. მართველი გუნდი ქვეყანაში პროტესტის მომხრე ჯგუფზე, NGO-ებსა და არსებულ კონტრასტს ამახვილებს ყურადღებას. სოფო ბერიძეა პოლიტიკური შეფასებებით პირდაპირ ეთერში. ამ თემაზე საუბარი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს იმ პოლიტიკოსებზე საუბრით დაიწყო, რომლებიც თავს ქართველი ხალხის მეგობრად აცხადებენ, თუმცა უმძიმეს დღეებში არნაირი თანაგრძნობა არ გამოუთქვამთ. შალვა პაპუაშვილმა ასეთ პოლიტიკოსებს შორის დაასახელა მაგალითად ჯო ვილსონი და ასევე ის ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე არც ერთ პროცესს უკომენტაროდ არ ტოვებენ, თუმცა საერთოდ არ შეუმჩნევიათ ქართველი ეპოქალური პატრიარქის გარდაცვალება. შალვა პაპუაშვილისთვის ყველაფერი ეს დასტურია იმის, რომ ევროპელთა ნაწილის მეგობრობა ფარსია და მორიდი დასტურია იმის, რომ ევროპა ცივილიზაციური უფსკრულისკენ მიექანება. ესეც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ეს ყველაფერი არის ფარსი, რასაც ჩვენ ხედავთ ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსის მხრიდან, ეს არის ჩვეულებრივი ნაყიდი ლობიზმი, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს მათ რაიმე ემოციურ დამოკიდებულებასთან, საქართველოსთან თუ ქართულ ხალხთან. ეს არის, როდესაც ჩვენ საუბრობთ ცივილიზაციურ უფსკრულზე, საითაც დღეს მიაქანებენ ევროპულ ცივილიზაციას, როდესაც პოლიტიკური დღის წესრიგი მაღლა დგას ვიდრე ადამიანური ღირებულებები. ვერ ნახეთ ვერც ერთი ის ევროპელი ლიდერი, რომელიც საქართველოში ამბავი არ მოხდება, უცებ არ გამოვარდნენ და კომენტარები არ აკეთონ. და ასეთი მწუხარების ჟამს სიტყვები ვერ მოძებნეს, დრო ვერ მოძებნეს, ან უბრალოდ ემოცია ვერ მოძებნეს, იმიტომ რომ ეს ემოცია მათ არ ესმით, ჩვენი ემოცია, რაც გვაქვს ჩვენი ეკლესიის მიმართ, პატრიარქის მიმართ და იმ ღირებულებების მიმართ, იმ ნამდვილი ღირებულებების მიმართ, რომელზეც საქართველოს დგას და არა იმ ფსევდოღირებულებების მიმართ, რომელზეც დგანან ეს პოლიტიკური ლიდერები. დამატებით პირველმა კანონმდებელმა ისაუბრა გლოვის დღეებში პროტესტში მყოფი ჯგუფის რეაქციაზე, რომლებიც სოციალურ ქსელში ერთმანეთის მიყოლებით აქვეყნებდნენ პატრიარქის შეურაცხმყოფელ სტატუსებს. შალვა პაპუაშვილი მათ ქართველობა წართმეულ ჯგუფს უწოდებს და ამბობს იმასაც, რომ გლოვის დღეებმა აჩვენა სულიერად ამაღლებული ქართველი ერი და სულიერად დაცემული პროტესტში მყოფი ჯგუფი. ჩვენ ნახეთ სულიერად ამაღლებული ქართველი ერი და ნახეთ სულიერად დაცემული პროტესტში მყოფი ჯგუფი. ეს იყო რეალური სურათი და კონტრასტი იმ ასობით 1000 ქართველს შორის, რომელიც საათობით იდგა რიგში იმისთვის, რომ თავისი მწუხარება გამოეხატა და პატივი მიეგო ჩვენი პატრიარქისთვის და იმ რამდენიმე ათეულ თუ ასეულ პროტესტში მყოფ ადამიანს შორის, რომელმაც პროევროპელობა აქცია ანტიქართველობად. ყოველგვარი სხვა პროორიენტაცია, იქნება ეს პროევროპული, პროდასავლური, პრორუსული, სხვა ნებისმიერი ორიენტაცია გარდა ქართულისა არის ანტიქართული. და ეს დაგვანახეს ჩვენ, სწორედ დაგვანახა ჩვენ ამ მცირე ჯგუფმა პროტესტში გასული ადამიანებისა. თქვენ არ იფიქროთ, რომ ეს გვარამიების და NGO-ების და ამ დონის ადამიანებზე არის ეს ყველაფერი. ეს ყველაფერი იმართება გარედან. ეს არის წლების განმავლობაში ნაკვები და დაფინანსებული ანტიქართული პროპაგანდა, რომელიც გარედან ფინანსდება, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება. და ამის შედეგებს ხედავთ, თუმცა ხედავთ საბოლოო ჯამში ხედავთ ამის მარცხს, იმიტომ რომ ვიხილეთ რამდენიმე ასეული ეგრეთ წოდებული პროტესტანტი, პროტესტში მყოფი ადამიანი მილიონობით ქართველის საპირწონეთ. ყველაფერი წყალში ჩაიყარა და ამ ერთმა დღემ გვაჩვენა ჩვენ რომ ვერაფერი ვერ მოერევა იმ სულიერ სიძლიერეს, რომელიც პატრიარქმა საქართველოში შექმნა. აი იმ ქართულმა NGO-ებმა, რომელსაც მუშაობენ ადამიანები, რომელსაც ქართული პასპორტები უდებთ, ჯიბეში ერთი სამძიმარი ვერ გაიმეტეს ამ ძიმე დღეებში, როდესაც სხვა ქვეყნებში რაიმე რომ მოხდება, წამს არ გამოტოვებენ, რომ საკუთარი სოლიდარობა არ განაცხადონ. რას გამონახავდი, როდესაც ხედავდი ჩვენ როგორ
ესხმოდნენ თავს საპატრიარქოს გარედან დაფინანსებული ადამიანები ირონიით ამბობდნენ რომ რა ქართველობას გვართვებს ვინმეო და ეს არ არიან ქართველობა წართმეული ადამიანები ვინც ჩვენ ამ დღეებში ვიხილეთ დიახ აი ესე გარედან შეკვეთით გარედან დაფინანსებით გარედან ლაურეატობების და პრიზების გადაცემით რეზოლუციების მიძღვნით აი ასე წაართვეს მათ ქართველობა და დღეს ჩვენ საქართველოში ყავს პროტესტში მყოფი ადამიანების ჯგუფი რომელსაც დიახ წაართვეს ქართველობა ის რაც გლოვის დღეებში ხდებოდა ქართული ოცნებისთვის გარედან დაფინანსებული და მართული კამპანია, რათა არ მოხდეს თუნდაც მძიმე წუთებში ქართველი ხალხის გაერთიანება. ალბათ ყველაფრის მთქმელია ამ საკითხზე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის პასუხი. ლაშა ფარულავა ამბობს, რომ გარდაცვლილი უწმინდესის შეურაცხყოფა დემოკრატიის ნაწილია. არიან ადამიანები, რომლებიც ღია საზოგადოების პრინციპზე დაფუძნებით აფიქსირებენ კრიტიკულ პოზიციას და ეს არის დემოკრატია. ეს იყო მკაფიო გამოხატულება იმისა, თუ როგორ კარგავენ ადამიანები მორალს, როგორ იცლებიან მორალისგან და როგორ ალბათ ასრულებენ იმ დავალებას, რაც წლების განმავლობაში უცხოეთიდან დაფინანსების შედეგად იყო მათზე ასე ვთქვათ გათვალისწინებული თუ კონკრეტულ მომენტში როგორ უნდა მოქცეულიყვნენ სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევ იმ სისაძაგლეს და არამზადობას აი იმას ვიტყვი მხოლოდ რაც ჩვენ ცალკეული ადამიანების მხრიდან ვიხილეთ მე ამდენი ხვარძლის თხევა ამდენი ბოღმა თუ არსებობდა კიდევ ვინმეში საქართველოში ვერ წარმომედგინე მეც ბევრი ვიფიქრე ამაზე რა ხდებოდა მაგრამ არ იყო ეს ძნელი მისახვედრი მილიონები არის დახარჯული მილიონები ათეულობით მილიონია დახარჯული, რომ ერი გახლეჩილი იყოს, რომ ერთმანეთს არ ველაპარაკებოდეთ. ეს არის ის პოლიტიკური შეფასებები, რომელიც გლოვის დღეებში პროტესტში მყოფი ჯგუფის რეაქციებზე ვნახეთ.